სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფენო მამანო დედანო ძმანო და დანო ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს რომელიც განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ჩვენი ერისათვის რადგანაც უფალმა ჩვენს ერს მფარველად დაუდგინა თავისი დედა განსაკუთრებულია ეს დღესასწაული ქუთაისისა და გაერათის ეპარქიისათვის რადგანაც სწორედ გელათი რომელიც არის სიმბოლო გამწყინებული ივერიისა არის ღვთისმშობლის შობის სახელობის სავანე და დღეს გელათში მიმდინარე განახლება სამონასტრო კომპლექსისა არის სიმბოლო იმისა რომ მიმდინარეობს განახლება სულიერი ცხოვრებისა სრულიად საქართველოში უნდა აღდგეს ის დიდი თლიანობა ერისა და ეკლესიისა რომელიც იყო დავითის დროს რომელმაც საქართველოს მოუტანა დიდი სულიერი ამაღლება დიდი ჯერ სულიერი და შემდეგ ფიზიკური ძლევამოსილება და ჩვენ ცხოვრობთ აი ამ ჯამს როდესაც მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის აღორძინება და ეს აღორძინება არის მზადება იმისათვის რომ ბოლო ჟამის განსაცდელებს ქართველი ერი შეხვდეს ჭეშმარიტი შეურყვნელი სარწმუნოებით და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს ჭეშმარიტება ეს არის ღვთისმშობლის სიღვთომელი ერის დანიშნულება და ამიტომ დღეს როდესაც ჩვენ გელათში ბაგრატის ტაძარში საქართველოს თლიანობის სიმბოლოში და გელათში გავაგრძელებთ ამ ლოცვას ასევე საქართველოს გამწყინების სიმბოლოში დღეს ჩვენ აღნიშნავთ ღვთისმშობლობას ეს არის საწინდარი იმისა რომ ივერია დგას გამწყინების გზაზე ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ჯვარცმული მოღვაწეობის ნაყოფი ეს არის ჩვენი დიდი მღვდელმთავრების პატრიარქთან ერთად მოღვაწე მღვდელმთავრების და განსაკუთრებით მე ვიტყოდი და მოიხსენიებ მეუფე კალისტრატეს დიდი დამსახურება ამ ეპარქიაში აღორძინება სწორედ აი ამ დიდი სულის ქრისტიანული ერთობის აღორძინების დიდი მესვეული ბრძანდება და ჩვენ მცირება ანაშვილს გადავიხდით ეხლა როცა ჯვარზე მხევა დაიწყება და ჩვენ ვემზადებით ქართველი ერი საქართველოს ეკლესია ემზადება მომავალ წელს რომ აღნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი და ის სწორედ დავითის 900 წელი უძღვის ამას წინ გარდაცვალებიდან რომ გაგვახსენოს რა მოგვიტანა ჩვენ 17 საუკუნოვანმა ქრისტიანობამ ჩვენ მოგვიტანა გამწყინვება სულიერი გამწყინვება და აი ამ გამწყინვების მისია აწევს საქართველოს ეს დიდი პატივია მაგრამ დიდი პასუხისგებლობაც არის ამიტომ ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს იმ სულიერ ბრძოლაში თუ აქამდე ჩვენ ხმით ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას დღეს ჩვენ სარწმუნოების დაცვა უნდა ლოცვით და მარხვით საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე
ვერ გაუძლებს არათუ პიროვნება ერი ვერ გაუძლებს მეორედ მოსვლის ღვარცობს და ამიტომ ივერია უნდა გაფრთხილდეს და იგი ყოველი მისი წევრი უნდა იყოს ქრისტეს ხედარი დედა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული როგორც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში როგორც ეს იყო დავით აღმაშენებლის ჯამს თამარის ჯამს როცა ქართველი ერი ერთითა პირითა და ერთითა გულითა ადიდებდა ღმერთსა აი ეს სწორედ ეს ამისთვის გვამზადებს უფალი ღვთისმშობელი დავით აღმაშენებელი აი ამ თავგანწირვისთვის გვამზადებს ქეთევან წამებული რომლის დღესასწაულიც შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან და ვინაიდან ეს არის უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში მთელი საქრისტიანო შეიძრა საქრისტიანოს მაშინ სჭირდებოდა განმტკიცება საქრისტიანოს მაშინ დაუპირისპირდა უკვე უღმერთობა რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ უფრო გაძლიერდა და საქრისტიანო ქეთევან წამებულში დაინახა დიდი საყრდენი წარმოიდგინეთ არა მარტო ქართველი ერისთვის მთელი საქრისტიანოსთვის ქეთევანი გახდა საყრდენი და ისწორედ ეს მაგალითი თავგანწირვისა ამ მაგალითის გარეშე დავითის თავდადების გარეშე ივერია ვერ გაუძლებს ამ წინააღმდეგობას ამიტომ მართებს რომ გავერთიანდეთ აი ამ ჩვენს გზაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე და პატრიარქმა იმდენად დიდად ჩათვალა ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წელი რომ გამოაცხადა მთელი წელი შარშან დაიწყო და აი წელს გრძელდება და გვირგვინი ამ ზეიმისა იქნება 21 სექტემბერს ალავერტში ქეთევანობის დღესასწაულის აღნიშვნა და გზანდება ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და იმედია რომ ის ყველას გიწევთ ალავერტში ყველას გიწევთ ალავერტში და ვინც ალავერტში არ ვიქნებით და ვინც ვერ იქნება უпроსორეთ ყველა უნდა მივიდეთ ამ დღეს ტაძარში და ქეთევანობა აღნიშნოთ ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა დავითი ქეთევანი და მთელი ჩვენი უდიდესი წინაპრები და დღეს ჩვენ გზნობთ ღვთის წყალობას გზნობთ ღვთის შეწევნას მადლობა ჩვენ პატრიარქს რასაც ის აკეთებს გააკეთა და აკეთებს საქართველოს ეკლესიისათვის მადლობა ყველა მღვდელმთავარს დღევანდელ წირვაზე მონაწილეს ასევე რასაკვირველია საპატრიარქო ტახტის მოსაგრეს მეუფეშიოს ერთგული მსახურებისთვის პატრიარქის გვერდში განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს რომელიც აი ამ უდიდეს ეპარქიას უდიდესი ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მქონე ეპარქიას რომელსაც უდიდესი მღვდელმთავრები ემსახურებოდნენ აი ეს ერთეულად ემსახურება და კიდევ უფრო გააფრთხილა გააგრძელა მეუფეს დაწყებული საქმეები კი არ შეჩერდა კიდევ უფრო გაძლიერდა და მადლობა მეუფე კალისტრატეს და მადლობა სამღვდელოებას საქართველოს სამღვდელოებას ამ ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ იხარეთ და იბეგძელეთ მრავალ საწელსა მრავალ ჟამიეს